მოგესალმებით, მე გახლავართ ალექსანდრე ჯაში და დღეს მაპატიეთ რომ ამდენი ხანი არაფერი არ დამიდია ჩემს გაკვეთილების გვერდზე Facebook-ში არ მეცალა და ეხა შედარებით უფრო მცალია დღეს ვილაპარაკებთ როგორ დავადოთ სურათს რამე წარწერა ბევრი ადამიანი ამას თხოვდა და ამიტომაც თხოვდა შევასრულებ დღეს ავხსნი მე Windows 7-ის პრინციპზე იმიტომ რომ მას აქვს ახალი Paint ანუ ხატვის პროგრამა Windows XP-სგან განსხვავებით არაფერთან განსხვავდება უბრალოდ იმ ახალ ხატვის პროგრამას აქვს უბრალოდ დიზაინი ცოტა ახალი და შეიძლება ვერ მოხდეთ უცებ როგორ დააწეროთ ესე იგი მაგრამ რასაც მე დავაჭერ ახალ პროგრამაში ფუნქციები იგივეა რაც ძველში ასე რომ არ გონია ვინმეს აერიოს ესე იგი დავიწყეთ შევდივართ start all programs ვეძებთ accessors ეს პაპკა ესე იგი ფოლდერი ანუ საკაღალდე აქ უნდა იყოს სადღაც აი ვაჭერთ paint ანუ ხატვა და ეს იხსნება რომ ჩავსვათ ამ პროგრამაში ჩვენი რამე სურათი ვაჭერთ ამას ვაჭერთ open ანუ გახსნა შევდივართ და ვიჩერთ ნებისმიერ სურათს აი ვიღოთ მაგალითად ვიღოთ ეს სურათი ჩავსვათ აი ეხლა როგორ დავაწეროთ ამ სურათს რამე ვაჭერთ აი ამას ASOS რომ გავს და გამოჩნდება როგორც სანამ გამოჩნდება რამე ახალი ფანჯარა აქ ვაჭერთ ნებისმიერ კუთხეს რომელიც თქვენ გაწყობთ მე მაწყობს აქ ესე ამოდის ახალი ფანჯარა სახელად ტექსტი როგორც Microsoft Word-ში ისევე აქაც იგივე ფუნქციები გამოვა ერთი ფუნქციის გარდა ჯერ დავიწყოთ მოდი ნახოთ რა იგივე ფუნქციები აქვს ამას ანუ შრიფტები ანუ ფონტები გადიდება თქვენი ასოების ცოტა მუქი ასოები დახრილი და თქვენი ნაწერის ქვეშ ხაზის გასმა ამას მე არ ავხსნი დეტალურად იმიტომ რომ წინა გაკვეთილებში მაქვს ახსნილი ამიტომ გადავალ ახალ ფუნქციაზე რაც ამას აქვს ანუ background-ი ანუ უკანა ფონი რაც ნიშნავს ეს მაგალითად მე რომ დავაჭირო ამას გამოდის უკანა ფონი მაგრამ ეს ხშირ შემთხვევაში კი არა და უფრო ძალიან ბევრ შემთხვევაში discomfort-ს ქმნის წერის დროს იმიტომ რომ სურათს ამახინჯებს და მე მოგიწევ თავიდან სურათზე წარწერის გაკეთება მე ვიყენებ ამას და უფრო ლამაზი გამოდის მოდი ავირჩიოთ რამე ლამაზი შრიფტი მე უკვე არჩული მაგ გეოროს თაველი ლამაზია რა თქმა უნდა დავაწეროთ მოდით გადიდება არჩენება აი დავაწერეთ სურათს აი ნახეთ ლამაზი გამოვიდა ზუსტად ჩაჭდა აი ამ სურათის მიხედვით ეხლა მოდი შევინახოთ შევიდივართ ისევ აქ save as და ყველაზე გავრცელებული ფორმატში JPEG ფორმატში რატომ ვაკეთებ მე ასე და პირდაპირ აი ამ saves იმიტომ რომ ძალიან ესა მე რომ დამეჭირა პირდაპირ saves ის შეცვლიდა ორიგინალურ სურათს ამიტომ ჩვენ ეს არ გვაწყობს ამიტომ ვაჭერთ დავაწეროთ smiley
შევინახოთ. აგერ შენახულია, გამორთოთ ეს, შევიდეთ ჩვენ საქაღალდეში, ვიპოვოთ smiley, აგერ არის smiley და როგორც ხედავთ, აი აწერი ეყავს სულ ოპტიმისტი. დღევანდელი ჩემი გაკვეთილი ამით დასრულდა. თუ რამე გაქვთ შეკითხვები, მომწერეთ ჩემს Facebook-ის გვერდზე გაკვეთილები. ან ჩემ YouTube-ის გვერდზე სადრინიო. მადლობა ყურადღებისთვის.